უსუფაშვილის გუნდის ახალი და ძველი სახეები 6-თვიანი ტაიმაუტის შემდეგ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკას უბრუნდება. მეტი აქცენტი გავაკეთოთ ხედვაზე, პროექტზე, პროგრამაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსახვედრად საქართველოდან 68 კანდიდატი იბრძვის. ვინ არიან უკვე მეორედ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები. იქნება საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესი ამ კანდიდატების შერჩევა. ნაფიცი მსაჯულების შემზარავ დანაშაულზე ვერდიქტის გამოსატანად ემზადებიან დედაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ჩვენებას წვეს. 2016 წლის არჩევნების დროს ჩატარებული ეგზიტ პოლის გამო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაძლოა სასამართლო დავა დაიწყოს, რას ედავება მაუწყებელი კომპანია TNS. იშხანის შემდეგ პარხალი უკვე მეორედ ქართული მონასტრის რეაბილიტაცია ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე დაიწყო. საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ მოამბეს 20 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. 6-თვიანი ტაიმაუტი დასრულებულია დავით უსუფაშვილი პოლიტიკას უბრუნდება. მომავალ გეგმებზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პირველად ვრცლად მოამბესთან საუბრობს. მომდევნო კვირას პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ ერთი გაერთიანება გამოჩნდება ახალი და ძველი სახეებით. მათ შორის იქნებიან რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრებიც. მოამბის ინფორმაციით კონსულტაციები მიმდინარეობს არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელთანაც. ახალ მოძრაობაში გაწევრიანების შეთავაზება მიიღო Forbes-ის რედაქტორმა გიორგი ისაკაძემაც. უკვე ცნობილია, რომ რესპუბლიკელების ყოფილი თავმჯდომარის გუნდი საპარლამენტო და თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატსაც წარადგენს. კიდევ ერთი დეტალი, არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურთან ერთად დავით უსუფაშვილი მომავალში სატელევიზიო საქმიანობითაც დაკავდეს. მიშა ფეიქრიშვილი ესაუბრა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, მიშა უფრო კონკრეტულად რას მოიცავს პარლამენტის ყოფილი სპიკერის გეგმა და ასევე როგორ ფასდება მისი ახალი მოძრაობის შანსები ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან და სხვა ოპოზიციის მხრიდან. დიახ, გეგმები არის ამბიციური. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასრულდეს ქვეყანაში დრო, როდესაც პარტიები იქნება პერსონიფიცირებული და ერთ კონკრეტულ ლიდერზე აგებული. შესაბამისად, დავით უსუფაშვილის უახლეს პოლიტიკურ გეგმებში შედის იდეის გარშემო გაერთიანება და შესაბამისად ამ მიმართულებით ახალი სახეების შემოკრება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კონსულტაციები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, შესაბამისად ზუსტად ერთ კვირაში, სავარაუდოდ 27 აპრილს საზოგადოება დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას იხილავს. საქმე არის საშური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარებთ ნელა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 6-თვიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება. დავით უსუფაშვილი მომავალ პარტნიორებთან კონსულტაციას აქტიურ რეჟიმში თბილისში მიცკევიჩის 18 ნომერში მართავს. ვის ვიხილავთ უსუფაშვილის გვერდით ზუსტად ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია სავარაუდოდ 27 აპრილს გაიმართება. დავით უსუფაშვილი ღია კარის პოლიტიკას აანონსებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ იყოს აქცენტი გადატანილი ვინზე და აქვე არ ჩაიკეტოს მე ყველაფერი ჩვეული პერსონალიზაციით. რომ მე ვის რა ფერის თმა აქვს, ესე იგი რა სიმაღლისა, გუშინ ვისთან ერთად არ ვიცი რაგბის თამაშზე იყო და ასე შემდეგ და გვჩება საქმე უკან. მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებზე დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციამდე არ საუბრობს. მოამბის ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკურ გეგმებზე უკვე ესაუბრა თავისუფალი დემოკრატების ყოფილ წევრს ირაკლი ჩიქოვანს, ჟურნალ Forbes-ის რედაქტორს გიორგი ისაკაძეს, კონსტიტუციონალისტებს ვახუშტი მენაბდესა და კოტე ჩოკორაიას, პროფესორ დავით აფრასიძეს. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი ამ ბოლო 60 თვეში. ასე რომ არ უარყოფ, რომ შეხვედრები მქონდა იმ ადამიანებთანაც ვინც ბრძანეთ, მაგრამ დანარჩენს ვერაფერს ვერ გეტყვით. Forbes-ის რედაქტორი ადასტურებს, რომ აუდიენციისას პოლიტიკურ გეგმებზე იყო საუბარი. ისაკაძის უახლოეს გეგმებში პოლიტიკა არ შედის, თუმცა მოამბესთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ მომავალში დავით უსუფაშვილი ტელეწამყვანადაც ვიხილოთ. თუ ისმის კითხვა, გამომდინარე ჩემი დღევანდელი საქმიანობიდან, იყო თუ არა საუბარი მის პოლიტიკურ აქტივობაზე, იყო საუბარი პოლიტიკურ აქტივობაზე. იყო საუბარი შესაძლო გადაკვეთაზე, თუმცა იყო საუბარი ტელევიზიაზეც. და მე მაინტერესებს უსუფაშვილის ნახვა ტელევიზიაში. უსუფაშვილის გვერდით სავარაუდოდ საზოგადოება ბევრ ახალ სახესაც იხილავს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებს არასამთავრობო სექტორში ეძებს. უსუფაშვილის ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნებიან მისი ძველი თანამებრძოლებიც. მოსალოდნელია, რომ თქვენ გიხილავთ დავით უსუფაშვილის გუნდში? კი პასუხად, მოსალოდნელია. დავით უსუფაშვილის ახალ პოლიტიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ პარტიები.
ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციური ძალა, რომელიც შეიქმნება, ჩემი აზრით, ეს არის მისასალმებელი პროცესი. ადამიანი, რომელიც იმავე გუნდის წევრი იყო, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ძალიან გაუჭირდება თავის პოზიციონირება. პარლამენტის თავმჯდომარე იყო და აერთიანებდა სხვადასხვა ფრაქციებს. მაშინ იძულებული იყო, კარგი ყოფილიყო, კონსტრუქციული ყოფილიყო. ეხლა პარტიული პლატფორმიდან როგორ იქნება, ამაზე ვერ გეტყვით. პოლიტიკური მოძრაობის მთავარი გეგმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. მანამდე კი უსუფაშვილის გუნდს დედაქალაქის მერობის კანდიდატიც ეყოლება. არ არის გამორიცხული, რომ ეს თავად დავით უსუფაშვილიც იყოს. მაშასე დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება ზუსტად ერთ კვირაში. ჯერჯერობით როგორც აღნიშნეთ, უსუფაშვილი ჩვენთან საუბარში არ ამხელს იმ ადამიანების ვინაობას, თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ ერთ კვირაში მის გვერდით. უსუფაშვილმა ერთი მინიშნება გააკეთა მხოლოდ, რომ ქართული პოლიტიკა არ დგას მხოლოდ ცნობად სახეებზე და შესაბამისად საზოგადოება უნდა ელოდოს პოლიტიკაში ახალ სახეებს. დავით უსუფაშვილის მომავალ პოლიტიკურ გეგმაზე მიშა ფეიქრიშვილი საუბრობდა. საკონსტიტუციო კომისია კიდევ ერთმა პარტიამ დატოვა ამჯერად ბოიკოტი დემოკრატიულმა მოძრაობამ გამოაცხადა. ანალოგიური გეგმა აქვს დანარჩენ ოპოზიციასაც, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებაზე ხვალ საუბრობს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს საკუთარი მოთხოვნების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. უთანხმოების საგანია საარჩევნო ბარიერი, გადაუნაწილებელი მანდატები და პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესი. საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების თარიღებიც. მოლოდინის მიუხედავად თარიღები არ არის მითითებული ცვლილებების პროექტის გარდამავალდებულებაში, რომელიც კომისიის წევრებს დღეს დაურიგეს. შორენა ხვიჩია განაგზობს ახლა თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში. შორენა. ხვალ უკვე გვექნება კონსტიტუციის ცვლილებების ის პროექტი, რომელსაც კომისიამ კვირის ბოლოს უნდა უყაროს კენჭი. შესაბამისად, ჩვენი ინფორმაციით ამ პროექტის ნახვის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის იქნებიან სავარაუდოდ ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები გააკეთებენ განცხადებას კომისიიდან გასვლის შესახებ, თუ იმ მოტივით, რომ იმ მიზეზით, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. ამავე მიზეზით დღეს კომისია უკვე დატოვა დიმიტრი ლორთქიფანიძე. 7 პოლიტიკური პარტიიდან საკონსტიტუციო კომისიაში ხვალიდან სავარაუდოდ მხოლოდ ერთი დარჩება. საკონსტიტუციო კომისია მუშაობას დიდი ალბათობით ოპოზიციის გარეშე დაასრულებს. ამჯერად კომისია დიმიტრი ლორთქიფანიძემ დატოვა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი ამბობს, რომ მმართველი უმრავლესობა არანაირ კომპრომისზე არ მიდის. საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებული თემა, რომელიც პირველ რიგში გულისხმობდა საპარლამენტო საარჩევნო სისტემას და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ მოდის არანაირ კომპრომისზე. ეს ეხებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის არჩევითობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს და აქაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არავითარი ცვლილება ამ მიმართულებით არ ხდება და რეალურად პრეზიდენტი იქნება ირიბად არჩეული. საკონსტიტუციო კომისია სავარაუდოდ ხვალ დატოვებს საპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილი. მიზეზი რამდენიმე საკითხია, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა. მათ შორის არის პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემა. ევროპულ საქართველოს, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ აქვს მოახდინოს ისეთი პროცესის ლეგიტიმაცია, რომელიც მიზნად არის ახავს დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებას. არსებობს წითელი ხაზები, რომლის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმ დამაზიანებელ შედეგზე, რასაც კანონპროექტის სახით საბოლოოდ დადებს კომისია. ეს არის საარჩევნო სისტემის საკითხი, ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური პარტიების კომისიიდან გასვლა საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციას ეჭქვეშ არ დააყენებს. მათი განმარტებით კომისიას ლეგიტიმაციას ხალხი აძლევს. ლეგიტიმაცია ამ კონსტიტუციას ექნება ძალიან მაღალი, იმიტომ რომ საერთო სახალხო განხილვის შედეგად იქნება საბოლოო რედაქცია მხარდაჭერი. საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის უზენაეს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საყოველთაო სახალხო განხილვები გაიმართება. პარლამენტი მიიღებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც. წლის ბოლოს კი ქვეყანას ახალი კონსტიტუცია ექნება. დიმიტრი ლორთქიფანიძის კომისიიდან გასვლის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც მან თქვა, იყო გარდამავალდებულების ის ნაწილი, გარდამავალდებულებებში ჩანაწერი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ. გარდამავალდებულებები არის კონსტიტუციის მე-11 თავი, რომელიც დაემატა იმ პროექტს, რომელიც მანამდე დაურიგდათ კომისიის წევრებს და ის ირაკლი კობახიძემ გააცნო კომისიას. იყო მოლოდინი, რომ გარდამავალდებულებებში ჩაიწერებოდა პრეზიდენტის არაპირდაპირი
არაპირდაპირი წესით არჩევის ამოქმედების თარიღი და ეს უნდა ყოფილიყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო არჩევნები, თუმცა არასახულა ეს გარდამავალ დებულებებში, რაც ოპოზიციას თავიდანვე აფიქრებინებდა იმას, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს, რომ 2018 წლის არჩევნებიც არაპირდაპირი წესით ჩაატაროს. ემატება კონსტიტუციას კიდევ ერთი თავი. ეს არის მე-11 თავი გარდამავალი დებულებები, რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთ მუხლს. ეს მუხლი ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ერთგვარი დავალების ფორმით არის შესაბამისი ნორმა ჩამოყალიბებული. შეთავაზება, რომელიც იყო იმის თაობაზე, რომ 2018 წელს არ ყოფილიყო არაპირდაპირი არჩევნები და პირდაპირ წესით ჩატარებულიყო, ეს შეთავაზება გარდამავალი დებულებებისში აღნიშვნის გარეშეც შეიძლება დარეგულირდეს, ამიტომ ამაში რაღაც სამართლებრივ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ის, რომ ფიქსირდება ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით პროექტში, ეს გარდამავალ დებულებაში ის, რომ საკონსტიტუციო ორგანოებმა მათი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ თემასთან დაკავშირებით გვექნება კიდე დამატებით განხილვა. საუბარია მაგალითად იმ საკითხზე, რომ პრეზიდენტის არჩევნები რაც 2018 წელში კალენდარულად მოდიოდა, ეს არჩევნები ჩატარდება ძველი წესით და მხოლოდ შემდეგი არჩევნებისთვის ამოქმედდება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი. სწორი იქნება სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, რომ ამის დათქმა გარდამავალ დებულებებში მკაფიოდ გაჩნდეს. იმიტომ რომ თავისთავად დღეს არსებული ფორმულირება თუ გარდამავალ დებულებებში ამაზე მიდიდება არ გაჩნდა, არ ნიშნავს იმას, რომ 2018 წლის არჩევნები ძველი წესით ჩატარდება. ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუციის ნორმები შევიდეს ეტაპობრივად, მაშინ ეს საკითხები უნდა იყოს დაწერილი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში და სავარაუდოდ ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ მთელი რიგი მუხლები დღეს ვერ დაიწყებს მოქმედებას იურიდიული ტექნიკის და სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე. არ შეიძლება მაგალითად მოქმედ პრეზიდენტს შეუმცირო უფლებამოსილებები ან შემოიტანო სხვა ტიპის რეგულირებები. ზუსტად რა ჩაიწერება ბოლო პროექტში, რომელსაც კომისია უყრისკენ ხვალგვეცოდინება, მას შემდეგ რაც ვნახავთ დოკუმენტს, თუმცა მანამდე წინასწარვე ითქვა ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის პოზიცია მთავარ საკითხებთან დაკავშირებით. კომისიის მუშაობის დაწყების პირველი დღიდან დავისაგანი იყო პრეზიდენტის არჩევის წესი. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი უნდა არჩეულიყო პირდაპირ წესით ხალხის მიერ, თუმცა მართველი გუნდი ამ დრომდე ფიქრობს და სავარაუდოდ ეს ჩაიწერება საბოლოო პროექტში, რომ პრეზიდენტს აირჩევს კოლეგია, საარჩევნო კოლეგია და ის იქნება არაპირდაპირი წესით არჩეული, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას დათანხმდა ქართული ოცნება შიდა დაპირისპირების, შიდა უთანხმოების ფონზე, მათ მაჟორიტარების ნაწილი არ უჭერს მხარს, თუმცა პოლიტიკური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებულია, მაგრამ მაინც არასაპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც მოითხოვს რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებას, რასაც სავარაუდოდ მართველი გუნდი არ გაითვალისწინებს, ეს გახლდათ ბარიერის დაწევა 5-დან 3%-მდე, გადაუნაწილებელი მანდატების ყველა პარლამენტში შესულ პარტიაზე პროპორციულად გადანაწილება და წინასაარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე და ოპოზიციის შესაძლო ბოიკოტზე შორენა ხვიჩია საუბრობდა პარლამენტიდან. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსახვედრად საქართველოდან 68 კონკურსანტი იბრძვის. განაცხადების მიღება დასრულდა, ახლა არჩევანი მოსამართლეობის 5 კანდიდატზე უნდა გაკეთდეს, რომლებსაც გასაუბრების შემდეგ სპეციალური კომისია შეარჩევს. საბოლოოდ კი მთავრობა სტრასბურგში 3 კანდიდატურის გვარებს გაგზავნეს. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სამთავრობო კომისიას მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს და იმედს იტოვებს, რომ წინა წლის შემთხვევა აღარ განმეორდება. შარშან ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა 3 ქართველი კანდიდატიდან ვერც ერთი შეარჩია, რის გამოც ხელახალი კონკურსის გამოცხადება გახდა საჭირო. ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს ახლა, ვინ იღებენ უკვე მეორედ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას. მე მაქვს ის უნარჩვევები, რაც საჭიროა ამ თანამდებობისათვის. შოთა გეწაძე ერთ-ერთია იმ 68 კანდიდატ შორის, საიდანაც სამთავრობო კომისიამ სტრასბურგში გასაგზავნი მხოლოდ 5 კანდიდატი უნდა შეარჩიოს. გეწაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია, თუმცა მის გარდა საბჭოდან სტრასბურგში წასვლის სურვილი კიდევ ერთმა წევრმა გამოთქვა. გეწაძის მსგავსად თამარ ალანია დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის შესაფერისია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი გადაწყვეტილება გვანცაყოფარადესთან დაკავშირებით
სწორედ სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული. კედაძის გვარი კი ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეს უკავშირდება. ფიქრობ, რომ მაქვს თვითმფრინავება განვაცხადო ეს პრეტენზია. უნებრივია პოზიტიური მოლოდინი მაქვს, საქმის დეტალების ასე ვთქვათ არსებობა არ მგონია უშუალოდ აპლიკანტის სასარგებლო იყოს და მის ასე ვთქვათ ხმამაღლა სასაუბრო. გარდა იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრებისა კანდიდატთა სიაში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და მისი ყოფილი მოადგილე კონსტანტინე ბარძელაშვილია. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები პროცესის დაწყებამდე სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შესაძლოა კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჯანდიერიც ვიხილოთ, რომელიც ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ოდნავ მოგვიანებით კი პოლიტიკური პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ჯანდიერი დღეს ტელეკამერებთან არ გამოჩენილა. ეხლა ამჟამად ეს დეტალური კომენტარი არ მოხდეთ, უბრალოდ დაიწყება პროცესი, დაუყურეთ პროცესს და იმის შემდეგ უფრო დეტალურად მოგცემთ, ისე და იდასტურებთ ნამდვილად მე ვარ ეს საიდუმლოც არ არის, ერთი შევიტანე. 68 კანდიდატიდან 5 სავარაუდო კანდიდატს კომისიაში არჩევს და მთავრობას წარუდგენს, საიდანაც მინისტრთა კაბინეტი უკვე 3 მოსამართლეობის კანდიდატს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაუგზავნის. ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეიკრიბება კომისია, რომლის შემადგენლობაშიც გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა, საკანონმდებლო ორგანოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც არიან. იქნება საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესი ამ კანდიდატების შერჩევა. ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს ჩვენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არჩევის კომიტეტში, სადაც მეც ვარ წევრი, რომ კანდიდატები შეირჩეოდეს იმ კრიტერიუმებით, რაც არის კონვენციაში, ეს არის მაღალი რეპუტაცია, გამოცდილება, სანდოობა, პროფესიონალიზმი და დარწმუნებული ვარ, რომ კონკურსი და ყველა შემდეგი ეტაპი ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გამოსწორდეს წინა ცუდი გამოცდილების გათვალისწინებით, არის ის, რომ ავტომატურად კი არ მოიხაზოს ქულები, რაც შეიძლება ძალიან თვითნებურად გაკეთდეს, არამედ იყოს ეს პროცესი რეალურად დასაბუთებული, გამჭვირვალე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროცესის გამჭვირვალეობას ითხოვს. ანადოლიძის განცხადებით, რომელიც წინა შესარჩევ კონკურსში ერთ-ერთი კანდიდატი იყო, მთავარია მოსამართლეობის კანდიდატებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება თანაბარ პირობებში მიეცეთ. პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი საპარლამენტო ოპოზიცია. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ყველა კანდიდატი იყოს თანასწორი და არ იყოს კომისია დისკრიმინაციული რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. მე იმედს ვიტოვებ კიდევ ერთხელ, რომ ეს კომისია გაითვალისწინებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს და სიას არ დააკომპლექტებს, ვთქვათ, პირადი სიმპათიებით, არამედ ამოვა სწორედ იქიდან, რომ ის კანდიდატურები, რომლებიც შერჩეული იქნებიან, შეირჩენ პროფესიონალიზმის, წარსული გამოცდილების და ასე ვთქვათ, მორალური პრინციპების საფუძველზე. არ მოხდება ისევ ევა გოცირიძის მსგავსი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც მიუღებელი იქნებიან საკუთარი კვალიფიკაციიდან და პოლიტიკური ლოიალობიდან გამომდინარე სტრასბურგისთვის. ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეიკრიბება სამთავრობო კომისია და როდიდან დაიწყება კანდიდატთა შერჩევა. ხელახალი კონკურსის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც წინა კონკურსის შედეგად შერჩეული 3 კანდიდატიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ 3-ვე კანდიდატი დაიწუნა. მოსკოვის მორიგი პროვოკაციული გზავნელი სერგეი ლავროვი სოხუმშია. 1 საათის წინ რუსეთის პირველი დიპლომატი რუსეთის ეგრეთ წოდებული საელჩოს გახსნას დაესწრო. საგარეო საქმეთა მინისტრის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსაც უნდა შეხვდეს. უკანონო ვიზიტის გამო ოფიციალური თბილისი მოსკოვს მწვავედ აკრიტიკებს. ხელისუფლება რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებაში ადანაშაულებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ლავროვის ჩასვლას პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. სწორედ ამ ვიზიტის გამო საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისთვის მიმართავს პრეზიდენტიც. 2008 წელი 14 სექტემბერი. ოკუპირებული აფხაზეთი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ კრემლის ღია მხარდაჭერის ნიშნა ჩადის. 2009 წლის 2 ოქტომბერი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთს ეგრეთ წოდებული სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. 2011 წელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მორიგი ეგრეთ წოდებული სტუმრობა ოკუპირებულ აფხაზეთში.
ამ ჩამონათვალს უკვე დღეს სერგეი ლავროვის მეოთხე ეგრეთ წოდებული სამუშაო ვიზიტი დაემატა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კრემლის ოფიციალური ვერსიის სტუმრობის მთავარი მიზანი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა საქართველოს ნატოში სწრაფვის გამო შექმნილი რთული ვითარების ფონზე. ექსპერტები კი სხვა სავარაუდო მიზეზებსაც ასახელებენ. ეს რა თქმა უნდა ეგრეთ ხალხურად ვთქვათ სახლობანას თამაშია, ჟესტიკულაცია, ვთქვათ და მეორე მხრივ ალბათ ეს არის რომ ეხა რუსეთს რო სხვა მიმართულებით ვერ აქვს კარგად საქმე ანუ სირიაში. მაინც ცდილობენ რომ სხვა თემებიც კონდეთ აქტიურობაში და ნუ შეაძლო ასევე არის ასე ვთქვათ მინიშნები იმაზე რომ თუ ანექსაცია გადაწყვეტეს რომ მზად იყვნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავის სოხუმის აეროპორტში დაახლოებით 1 საათის წინ დაეშოდა მას სტრაფთან დე-ფაქტო ლიდერი ხაჯიმბა ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად დახვდა. ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ოფიციალურ თბილისის მოსკოვის წინასწარ გაცხადებული გეგმის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან გადავამოწმეთ. არ ყოფილა ამის შესახებ საუბარი, ჩვენ ასეთი ინფორმაცია გავიგეთ მედიის მეშვეობით. ეს გახლავთ ჩვენი სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა. ოფიციალური თბილისი მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს მსგავსი სახის პროვოკაციული და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედებები. განვიხილავთ როგორც მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს და გაგრძელებას ოკუპაციის პოლიტიკისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკისა, რასაც რუსეთი ვიზად მიმართულად ახორციელებს. უაღრესად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკასა და ვითარების სტაბილიზაციისთვის გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაცია პასუხობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედებებით, რომლებიც უფრო მეტად ზაბავს არსებულ ვითარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, პატივისცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრის საერთაშორისო ვალდებულებები. ეს არის კიდევ ერთი ძალიან ხმამაღალი განაცხადი რუსეთის მხრიდან, რომ ისინი პატივს არ ცემენ ჩვენ სუვერენიტეტს და არ ღვევენ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას. გახშირებული დესტრუქციული ქმედებები, იგივე ლავროვის ვიზიტი, სხვადასხვა რეფერენდუმების და არჩევნების გამართვა, ცივილიზებული სამყარო ამას არანაირად არ ცნობს. ოფიციალური თბილისის მწვავე განცხადებები ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მოუწოდებთ ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოძველებული გაგების ჟონგლირებით საკუთარი თავისა და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუება შეწყვიტოს და რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობა აღიაროს. ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში, რომელიც საინფორმაციო საშუალება აფსნი რუსე გამოქვეყნდა. კრემლის ღია მხარდაჭერის ფონზე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ხვალ ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდება და სოხუმის სანაპიროზე გასეირნებასაც გეგმავს. სწორედ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ესტუმრა საქართველოს ირანის პირველი დიპლომატი ვიზიტის დროს განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაკეთდა. დღის წესრიგში იყო მასშტაბური ეკონომიკური პროექტის განხილვაც. იგულისხმება სატრანზიტო დერეფნის მშენებლობა, რომელმაც სპარსეთის ყურედან საქართველოს გავლით ტვირთის ევროპაში ტრანზიტი უნდა უზრუნველყოს. მაღალი რანგის სტუმარსთან ირანელი ბიზნესმენებიც ახლდნენ, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს პირადად გაეცნენ. ირანისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. ამ ფონზე აქტუალური ხდება სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივა, რომელმაც საქართველოს გავლით ევროპასა და აზიას შორის კომუნიკაცია უნდა გაამარტივოს. მასშტაბურ პროექტზე დღეს საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს. დღეს საქართველო როგორც ევროპული სახელმწიფო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით წარმოადგენს კარიბჭეს ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის და აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით. სავარაუდო მარშრუტები ასე გამოიყურება. ორი მიმართულებიდან ერთ-ერთი სპარსეთის ყურიდან სომხეთის გავლით მოხვდება შავ ზღვაში. მეორე მიმართულება კი კვეთს კასპიის ზღვას და აზერბაიჯანის გავლით უკავშირდება ქართულ პორტებს. ირანისა და საქართველოს ხელისუფლებები სახმელეთო სარკინიგზო და საზღვაო დერეფნის ამუშავებაში საერთო სარგებლსა და ინტერესებს ხედავენ. იმედი გვაქვს კიდევ უფრო დავახლოვდებით. რეგიონულ საკითხებში თანამშრომლობის მიმართულებით პოტენციალი არის ძალიან დიდი. სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენების შემთხვევაში სამყარო კიდევ უფრო დაახლოვდება ერთმანეთთან და გადაზიდვის საფასური ბევრად უფრო ნაკლები გახდება ამ კორიდორის მეშვეობით. საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის ერთობლივი თანამშრომლობა აუცილებელია ამის განხორციელებისთვის. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით იდეის განხორციელება შესაძლოა ერთი შეხედვით გაურკვეველი იყოს, თუმცა გეგმა რეალისტურია, განსხვავება მხოლოდ ვადებშია.
ერთი მიმართულება უკვე სატესტო რეჟიმშია სატრანსპორტო დერეფანი, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანის მიმართულება, ხოლო მეორე მიმართულება სომხეთის მიმართულება ჯერჯერობით შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს. გადაზიდვების განხორციელება ამ მიმართულებით თაგორიანობის და გამო რთულია. სომხეთის მიმართულებით სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 3 მილიონ ნახევარი დოლარია საჭირო, რაც ამ დროისთვის ექსპერტების შეფასებით შორი პერსპექტივაა. საქართველოს მიმზიდველ პოტენციალზე კი დღეს ირანელმა ბიზნესმენებმა ბიზნეს ფორუმზე ისაუბრეს. საქართველოს აქვს სამი ძირითადი უპირატესობა: კარგი ხალხი, ხელისუფლება და ადგილმდებარეობა. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ ჩვენი ქვეყანა შავ ზღვასთან. სატრანზიტო დერეფანი საქართველოში ბიზნეს შემოიყვანს და გაზრდის ქვეყნის მნიშვნელობას. ეს დადებითად აისახება დასაქმებაზეც. ამასთან სარგებელს მოგცემს ჩვენც. ჩვენი ინტერესია ევროპაში გასასვლელად იაფი გზა არსებობდეს და ამაში უდიდესი როლი აქვს საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს. რგინის გზა არის ყველაზე იაფი საშუალება, როგორც ერთ-ერთი სასუნთქი გზა არის. გაიაფების შემდეგ კიდე სტრატეგიულადაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნისთვის. სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაზე დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე სხვადასხვა ფორმატში ისაუბრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ისტორიული ვიზიტი პარტნიორობას ახალ დინამიკას შესძენს. თანამშრომლობის გაღრმავების მოლოდინი აქვს პრემიერ-მინისტრსაც, რომელიც რამდენიმე დღეში თეირანს ესტუმრება. თურქეთში საპროტესტო მღელვარება ძლიერდება. ანკარა, სტამბოლი, იზმირი ისტორიული რეფერენდუმის შედეგების გასაპროტესტებლად მოსახლეობის ნაწილი ქუჩაშია გასული. მზად არის საჩივარიც, რომელშიც ოპოზიციური პარტიები რეფერენდუმის მონაცემების გაუქმებას ითხოვენ. საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკული ანგარიშის მიუხედავად ქვეყნის პირველი პირი უკან დახევას არ აპირებს. მეტიც, ერდოღანი ეუთოს სადამკვირვებლო მისიას მწვავედ აკრიტიკებს. გახდება თუ არა მასობრივი პროტესტის დაწყების მიზეზი 16 აპრილს მოსახლეობის 51% მიერ მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტის ძალაუფლება მკვეთრად იზრდება. რატი ხვისტანი ბოლო მონაცემებით სტამბოლიდან. სტამბოლის ქუჩებში ახლა სიმშვიდეა, თუმცა დაახლოებით 9 საათში მოსახლეობა დაიწყებს ქუჩებში გამოსვლას და 2 დღის წინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გაპროტესტებას. ეს იმის მიუხედავად მოხდება, რომ უკვე 6 თვეა თურქეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და კანონით ფართომასშტაბიანი აქციები და მანიფესტაციები აკრძალულია. სწორედ ამიტომ სტამბოლის ცენტრალურ მოედნებზე მობილიზებულია განსაკუთრებულად პოლიცია, სამხედრო ტექნიკა, აქ არის რამდენიმე ასეული პოლიციელი მობილიზებული, ასევე სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული სამართალდამცავები, ისინი უმოწმებენ მოსახლეობას საბუთებს. ჩვენ კი განგვიცხადეს, რომ მოედანი ჩაკეტილია და ჩვენ არ გვაქვს იქ გადაღების უფლება. ასევე ცოტა ხნის წინ ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის ავტომობილებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქის სამართალდამცავები არასანქცირებული და საგანგებო მდგომარეობის გამო აკრძალული ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას ელოდებიან. ვეწინააღმდეგებით ფაშიზმს. ამ ლოზუნგით თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის მოწინააღმდეგეები ქალაქ ბეშიქტაშის ევროპულ ნაწილში შეიკრიბნენ და შედეგებს აპროტესტებდნენ. აქციაზე დაახლოებით 1000 ადამიანი მივიდა. აზიურ ნაწილში კი მარში მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა 2000-მდე ადამიანმა მიიღო. ვიცით, რომ რეფერენდუმის დღეს ბევრი დარღვევა მოხდა. არ დაუშვებთ, რომ ეს შედეგი დარჩეს ისტორიას, იმიტომ რომ ხალხმა ხმა სხვა რამეს მისცა. აქციების პარალელურად თურქეთში მთავრობის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ მოქმედებდა, 3 თვით გაახანგრძლივდა. მინისტრთა კაბინეტს ეს იდეა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ შესთავაზა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მინისტრთა კაბინეტს შესთავაზა, რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივებულიყო. მინისტრთა კაბინეტმა ეს ინიციატივა განიხილა და დაამტკიცა და ის პარლამენტს გადაუგზავნა. თურქეთის პრეზიდენტმა კი ეუთოს უპასუხა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერდოღანის მთავრობა ჩატარებული რეფერენდუმის გამო გააკრიტიკა. ეუთოში თვლიან, რომ რეფერენდუმი ევროსაბჭოს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. იცოდეთ თქვენი ადგილი, ასე უპასუხა ერდოღანმა ეუთოს. არის ასეთი ორგანიზაცია, ეუთოს უწოდებენ. ისინი რეფერენდუმზე საკუთარ მოხსენებას ამზადებენ. პირველ რიგში თქვენი ადგილი იცოდეთ. ჩვენ არ ვაღიარებთ იმ პოლიტიკურ მოხსენებას, რომელსაც თქვენ მოამზადებთ. გავაგრძელებთ არჩეულ გზას. ამ ქვეყანამ ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, ისეთი, რომელიც არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ ახსოვს.
საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას, რომელსაც ერდოღანი არ აღიარებს, თეთრ სახლში ელოდებიან. მანამდე რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ვიდრე ადმინისტრაცია დუმს ერდოღანს გამარჯვება მიულოცა ქვეყნის პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51%-მა დაუჭირა. მასში 45 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს. საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა ადგილას იგეგმება, ძირითადი მობილიზაცია კი იქნება თურქეთის სამ უმსხვილეს ქალაქში, ეს არის ანკარა, სტამბული და იზმირი, სადაც თურქეთის მთლიანი მოსახლეობის 1/4 ცხოვრობს. როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც მოსახლეობა მობილიზდება და საკმარისი რაოდენობის ადამიანი გამოვა ქუჩებში, იგეგმება ყველა ამ აქციის გაერთიანება და ერთი დიდი ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა. თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმს ეხმაურება საქართველოს პრემიერის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური თბილისი თურქეთის მოსახლეობის არჩევანს პატივსცემს და მიესალმება. ციტატა: თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის, წერს მთავრობის მეთაური. ნაფიცი მსაჯულების შემზარავი მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად ემზადებიან. ფონიჭალოში მომხდარი დანაშაულის სასამართლო განხილვა ფინალურ ეტაპზეა. ვერდიქტის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე მხარეებმა დედის და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს მოусმინეს. გიორგი ხაბელაშვილი, რომელიც დაზარალებული ოჯახის ახლობელია, თავდაპირველი ჩვენების შინაარსს ზეწოლით ხსნის და ბრალს აღარ აღიარებს. დაკავებულის განცხადებებს პროკურორი საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უპირისპირებს. დედაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 9 თვის შემდეგ ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. დაკავებული ამტკიცებს, რომ აღიარებითი ჩვენება პოლიციაში წამების შედეგად მიაცემინეს და იძულებით დაასახელებინეს თანამზრახველი, რომელსაც ალიბი აღმოაჩნდა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მეტროსადგურში იმყოფებოდა. გამოძიებელმა გაიგონა ცელი და წამებით ორი ვერსია შეგეთავაზებინათ მკვლელობასთან დაკავშირებით, ესეა? პირველი ვერსიის დროს იყო ნიკოლოზ ბრაზილიკის ჩემი თანამძრახველი, მაგრამ შემდეგ პროკურორი შემოვიდა, რომელიც მაშინ არ ვიცი, შემდეგ ვნახე ტელევიზიით საქმესთან დაკავშირებით, ხაკაცა, რომელიც შემოვიდა და ნიკოლოზ ბრაზილის ალიბი აღმოაჩნდა, რომ იმ დროს მეტრომანი ჰქონდა სამღათა გატარებული. მეტრომანი ჰქონდა სადღაც გატარებული, მომწევს მეტრომანი. 44 წლის ნონა რომანაძის და მისი მცირეწლოვანი შვილის გახმაურებული მკვლელობა ზემო ფონიჭალაში გასული წლის თებერვალში მოხდა. რომანაძის 44 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გამოძიების ინფორმაციით მკვლელობის შემდეგ ხაბელაშვილმა კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელს ცეცხლი წაუკიდა. საქმეში პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ამ მკვლელობის იარაღზე ბრალდებულის დნმ-ის კვალი. თითქმის 6 საათიანი პროცესის დროს პროკურორმა ხაბელაშვილს იმ ოქროულობაზე ჰკითხა, რომელიც ბრალდებულმა ლომბარდში ჩადო. გამოძიების მტკიცებით ძვირფასეულობა სწორედ გარდაცვალს ნონა რომანაძეს ეკუთვნოდა. საიამოვნო ექსპერტიზა. მთელი რომელიც ეგრევე მაშინ როცა საერთოდ ეჭვი არ იყო, უკვე სამხარაულის ექსპერტიზაში იყო. საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო, როგორ შეიძლება, მაგრამ მე არ ვიცი. ერთხელ უფრო კარგად მოიწონეთ და ექსპერტმა როგორ აღმოჩენილი. მთავარი მტკიცებულება არ არის სარწმუნო ადვოკატისათვის, რომელიც ამბობს, რომ ექსპერტიზა კანონდარღვევით ჩატარდა. პროკურატურა კი ამ მტკიცებულებების გარდა დაკითხული მოწმეების ჩვენებებს იშველიებს. გარდაცვლილის მეუღლემ ოთარ მამფორიამ და მისმა ძმამ ჩვენება მიცეს პროკურატურას, რომ გიორგი ხაბელაშვილი ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულსო. აი ამის შემდგომ გაიცა უკვე ექსპერტიზის დასკვნა, რაც რა თქმა უნდა უამრავ კითხვის ნიშანს სცემს. მან უპასუხა, რომ მკვლელობის დღეს იგი იმყოფებოდა სახლში, თუმცა რატომღაც მისი მეგობარი გოგონა აცხადებს იმას, რომ იგი გასული იყო მკვლელობის პერიოდში, ზუსტად იმ საათებში, როდესაც მოხდა მკვლელობა. განსაკუთრებით მძიმე გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავენ, რომლებიც ვერდიქტს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.
ახალი გარემოება თუ პირადი მოსაზრება მეუფე იაკობის მიერ ეგრეთ წოდებულ ციანიდის საქმეზე ნათქვამი ფრაზა განხილვის თემა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქადაგების დროს თქვა, რომ იგეგმებოდა კათოლიკოს პატრიარქის მკვლელობა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ბრალდებაში პატრიარქის მდივან რეფერენტის ლიკვიდაციაზეა საუბარი. პროკურატურაში გაკეთებული განცხადების მიხედვით კი გამოძიება სასულიერო პირს ერთ-ერთი პირის მკვლელობის მომზადებაში სდებს ბრალს. ქადაგების დროს მეუფემ ისიც დასძინა, რომ გახმაურებული საქმის დეტალებს კარგად იცნობს. ეპისკოპოსის ფრაზის გამო დაკავებული დეკანოზის ადვოკატები მეუფისგან დამატებით განმარტებებს ითხოვენ. პატრიარქის ქორეპისკოპოსი ციანიდის საქმეზე გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ეჭქვეშ აყენებს. მეუფე იაკობი დარწმუნებით საუბრობს, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა და არა მისი მდივან რეფერენტის. აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამბიონიდან ბოდბელი ეპისკოპოსის ქადაგებას ასახავს, შაბათს ბოდბეშია ჩაწერილი და ინტერნეტში გავრცელდა. დიდი მადლობა, რომ აგვარდე ძალიან ძიმე ანაშაუს. რომლის შემდეგაც უდიდესი სწავლება მოუწოდა ჩვენს ერზე. როგორც მოსიყვარულმა ამის უფლება და საშუალება, რომ მოგვიყვლა ჩვენი პატრიარქი. ამას იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ჩახედულება და ნამჭირდება და შემოჭრდება ხოლმე ანაშაუს დროშიც ის გასაგებია. მეუფე იაკობმა არა საპატრიარქოს პოზიცია, არამედ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. ასეთია საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მოსაზრება. ამავე დროს ქარჩავა მიიჩნევს, რომ მეუფე ამ განცხადებას მტკიცებულების გარეშე არ გააკეთებდა, რადგან მეუფის სიტყვას ბრევილისთვის დიდი ძალა აქვს. შესაძლებელია, რომ მეუფეს გააჩნდეს თავისი შეხედულება ამ მტკიცებულებებთან მიმართებაში, რაც ზოგადად საზოგადოებისთვისაც ცნობილია. აქედან გამომდინარე, მე ეჭვის შეტანის საფუძველიც არ მაქვს მეუფის სიტყვაში და გარკვეულწილად შეიძლება ვიზიარებდე კიდეც. ამბიონიდან გახმოვანებული ვერსია უფრო მეტ კითხვას უჩენს დეკანოს გიორგი მამალაძის უფლებების დამცველს. იურისტი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე საპატრიარქოს წარმომადგენლები და მეუფე იაკობი გამოძიებას ენდობოდნენ. მისთვის გაუგებარია, რატომ ახმოვანებს ახლა საპირისპირო პოზიციას მეუფე. ხარდაჭერა გამოძიების იმას ნიშნავს, რაშიც ბრალი აქვს მამა გიორგის საყენებული, მისთვის ანუ მისაღები იყო. მამა გიორგისაც მოახსენე ამის შესახებ თუ რა აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. ის პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ განცვიფრებული არის ამ ყველაფრისაგან. მეუფე იაკობს დამატებით განმარტება საკუთარ ქადაგებაზე აღარ გაუკეთებია. მან დღეს არ ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა. პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადებას არ ეხმაურება პროკურატურაც. დეკანოზი გიორგი მამალაძე კი, რომელიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს 5 მაისს ჩანიშნულ პროცესს. ოფიციალური ვერსიით მას პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ბრალდება, რომელსაც არ აღიარებს და თეთრუაშვილს თავის მხრივ კონტრბრალდებებს უყენებს. შეუცვლიან თუ არა გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის შვილს აღკვეთის ღონისძიებას გირაუთი შუამდგომლობაზე საკუთარი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთში უნდა გამოაცხადოს. ელისო კილოძიშვილის ადვოკატები ასევე ჩხრეკისა და დაკავების ოქმების ბათილად გამოცხადებასაც ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. გიორგი კობერიძე მუშაობს საქალაქო სასამართლოში, მას პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. გიორგი, ხომ არ გახდა უკვე მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილი? მოსამართლის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. სწორედ ამ წუთებში კითხულობს დავით ხარშილაძის ადვოკატი შუამდგომლობას მისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმების საკითხზე, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ დავით ხარშილაძე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. რამდენიმე წუთის წინ კი მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების ის შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა დავით ხარშილაძის ჩხრეკისა და მისი დაკავების ოქმების ბათილად გამოცხადებას, რადგანაც ადვოკატები აცხადებდნენ, ეს ოქმები იყო გაყალბებული, თუმცა მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, რომელიც მოწმეებს ეხებოდა. დასაკითხ მოწმეთა სიაში არ იქნება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, თუმცა იქნება შორენა ლალიაშვილი. სწორედ მან გადაიღო ის ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს დავით ხარშილაძის დაკავებას, თუმცა ეს ვიდეო მასალა არ იქნება დართული მტკიცებულებად, ეს გადაწყვიტა მოსამართლემ. ამ ვიდეო მასალაზე დაცვის მხარი აცხადებს, რომ ამ მასალაში კარგად
ჩანს თუ რა პროცესუალურ და ფაქტობრივ დარღვევებს ჰქონდათ 13 მარტს დავით ხარშილაძის დაკავების მომენტში ადგილი. შემთხვევაში, როდესაც შორინა ლალიაშვილი დაკითხული იქნება არსებითი განხილვის როგორც მოწმის სახით და მისცემს სახზე განმეტება სასამართლოში და მას სათანადოდ არ იქნება დართული DVD დისკი, რომელიც არის ამსახველი ვიდეო მასალა, სადაც როგორ ხდება დავით ხარშილაძის დაკავება, როგორ ხდება მტკიცებულებების გაყალბება, ჩემთვის გაუგებარია ქალბატონი ქეთევან ჯაჭვაძის მიერ ნაწილობრივ შამგლობის დაკმაყოფილების საუბარზე. დავით ხარშილაძის საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს მოკვლევა სამართალდამცველების მხრიდან არაეთიკური ქმედებების განხორციელების ფაქტზე, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია უკვე სწავლობს ამ საკითხს, ასევე სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას, რომ შეისწავლოს სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტები სამართალდამცველების მხრიდან. ამ საქმეზე დღეს განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმაც. სახელმწიფოს წარმოადგენელი, რასაც შეესწრო, ეს იყო ვერბალური არაეთიკური გადაცდომა, რომელიც გამოიხატა შეურაცხყოფებში ამ ადამიანის და მისი ახლონათესავის, ანუ მისი ახლობლის მიმართ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი არაეთიკური საქციელი და რომელიც ეწინააღმდეგება პოლიციელის ეთიკას და რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. ვიდეოსთან დაკავშირებით პროკურატურა იცით, რომ ამ საქმეს იძიებს, შესაბამისად უნდა დავალოდოთ რა სიტყვის პროკურატურა და რა სამართლებრივ შეფასებას მისცემს და ჩემი მხრიდან ამაზე კომენტარი ნამდვილად არასწორი იქნება. აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას ეს რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. გამოძიება დავით ხარშილაძეს ედავება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვაში, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დავით ხარშილაძე ბრალს არ აღიარებს. ეს იყო პირდაპირ ჩართვა საქალაქო სასამართლოდან და გიორგი კობერიძე. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩატარებული ეგზიტ პოლის გამო შესაძლოა კომპენსაცია მოითხოვოს. მაუწყებლის პოზიცია ახლა იმ პასუხზეა დამოკიდებული, რომელსაც სამეურვეო საბჭო წერილის გაგზავნის შემდეგ TNS-ის განელოდება. სწორედ ამ კომპანიამ ჩაატარა 3 ტელევიზიის, მათ შორის მაუწყებლის დაკვეთით ეგზიტ პოლი. მომსახურებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს 76,000 евро აქვს გადასახდელი, თუმცა სამეურვეო საბჭო თანხის გადახდის წინააღმდეგია. არგუმენტად ის მაღალი ცდომილება სახელდება, რომელიც TNS-ის ეგზიტ პოლის შედეგებსა და CESCO-ს საბოლოო მონაცემებს შორის დაფიქსირდა. ხელშეკრულებაში კი ეწერა, რომ ცდომილება 2%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. სამეურვეო საბჭოს მიეშნია, რომ TNS-მა ჯერ უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არაჯეროვნად კომპანია TNS-ის მიერ 2016 წლის არჩევნების დროს ჩატარებულ ეგზიტ პოლს აფასებს. ამ კომპანიას დაუკვეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სხვა 3 კერძო ტელეკომპანიასთან ერთად არჩევნების წინასწარი შედეგები. კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით ეგზიტ პოლების შედეგებსა და ოფიციალურ შედეგებს შორის ცდომილების მაქსიმალურ ზღვრად 2% იყო გათვალისწინებული, თუმცა ცდომილება ბევრად მეტი იყო და სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მსჯელობს საკითხზე კომპანიისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული 76,000 ევროს გადახდა არ გადახდის თაობაზე. თუ არ არის ჯეროვნად შესრულებული მომსახურება, ამისთვის ჩვენ გარკვეული კომპენსაცია უნდა მივიღოთ, ან მორალური მაინც და ხა შემდეგი საკითხი არის, რომ ეს რომ მივიღოთ რა რისკების წინაშე ვდგევართ, როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური კუთხით. სამეურვეო საბჭომ კომპანიისთვის თანხის გადახდა არ გადახდის შესახებ მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიმართვის საფუძველზე იმსჯელა. გენერალურმა დირექტორმა სამეურვეო საბჭოს წევრებს დღეს იმ 2 ოფიციალური წერილის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მაუწყებლის მხრიდან კომპანიაშია გაგზავნილი. ერთი წერილი ძველ მენეჯმენტს ეკუთვნის, მეორე კი ახალს. პასუხად მაუწყებელმა გაწეულ სამუშაოზე ინვოისი მიიღო. მე მათ ვიწერე ექსპერტებად წერილი, რომ მე გადახდას არ ვაპირებ და ჩავთვალე საჭიროდ, რომ თქვენ თუ მიზანშეწონად ჩაფლით და ეჭის ხრა ჩაატარებთ, თქვათ რომ არ იხდით, იმიტომ რომ გარდა ზეპირი გაცხადებებისა მე ვერ ვნახე ხელშესახები და დოკუმენტი, რომ დაურთო საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციის შესახებ. სამეურვეო საბჭოს წევრები თანხმდებიან, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპანია TNS კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა არ უნდა გადაუხადოს. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შესაძლოა დავა სასამართლომდე მივიდეს, თუმცა მანამდე ბორდმა გადაწყვიტა, რომ გაგზავნოს კიდევ ერთი ოფიციალური წერილი კომპანია TNS-ში, თუმცა ამჯერად წერილის ავტორი თავად სამეურვეო საბჭო იქნება. დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. შემდეგ დავასრულებთ იმით, რომ არაკორექტულად მიგვაჩნია საერთოდ არ პასუხობენ
ჩვენს წერილებს და სანამ კონკრეტული პასუხი კონკრეტულ შეკითხვაზე არ იქნება საერთოდ არ განვიხილავთ ამ თემას ამ გადახდის. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადებით გადაწყვეტილება კომპანიისთვის საფასურის ანაზღაურება არანაზღაურების შესახებ სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს, რადგან თავის დროზე სწორედ სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიასთან კონტრაქტის დადების თაობაზე. მე არა ვარ დეტალებში ჩახედული, ამ დროს მე არ ვიყავი დირექტორი, მე მიმართე მათ რომ განიხილონ ეს საკითხი და მიიღონ გადაწყვეტილება გადახდისა თუ არ გადახდის შესახებ, რათა მე ვიცოდე და მენეჯმენტი ავიცოდეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი მოქმედების სტრატეგია როგორი იქნება. Exit პოლების დაკვეთის თაობაზე კონტრაქტის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპანია TNS-თან სამეურვეო საბჭოს 7 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით exit პოლების შედეგების ცდომილების მაქსიმალური ზღვარი 2% უნდა ყოფილიყო, თუმცა ცდომილება პროპორციული სისტემით ხმების დათვლის შემთხვევაში 4-დან 7%-მდე მერყეობდა. მაღალი იყო სხვაობა exit პოლებსა და ოფიციალურ შედეგებს შორის მაჟორიტარული ოლქების ხმების დათვლის შემთხვევაშიც. ხმაურის ფონზე ჩაიარა თამბაქოს შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პარლამენტში მთავრობას კანონპროექტის მიმართ შენიშვნები აქვს. 17 გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ხილული განთავსების აკრძალვა საერთოდ უნდა გაუქმდეს. მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე რეგულაციის გადავადებასაც ითხოვს. პარლამენტში გაგზავნილ შენიშვნებს უკვე მოჰყვა პროტესტი არასამთავრობო სექტორიდან. უფლებადამცველთა ერთი ნაწილი ხელისუფლებას ბიზნეს სექტორის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. საქართველოს მოწევის კუთხით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. ენდრიუ ბლეკი და დომინიკ იგუენი. ესენი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები არიან. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს სპეციალურად მიიწვიეს, რათა მათი როგორც თამბაქოს კონტროლის დარგში ექსპერტების რეკომენდაციები დეპუტატებისთვის გაეცნოთ. ჩვენ აქ ვართ, რომ ხარი დაუჭიროთ ახალ კანონს. ეს კანონი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ითვალისწინებს ბავშვებში მოწევის შემცირებას და ეს ნიშნავს ბავშვებისა და მომავალი თაობის ჯანმრთელობის დაცვას. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ პასიური მწვერვალების ჯანმრთელობა, მაგალითად ბარებსა და რესტორნებში. დახურულ საჯარო სივრცეებში მოწევის აკრძალვა კი ამის განგვიცავს. ცალკე სივრცეების შექმნა მწვერვალებისთვის არ არის გამოსავალი, რადგან გამწვევები ეფექტური არ არის და მოქალაქეების ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება. პარლამენტში დღევანდელ სხდომას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა. მესამე სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ალეკ კოცკიტიშვილმა კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებაში დაადანაშაულა. თამბაქოს ინდუსტრია მონაწილეობდა მთავრობის მიერ ამ შენიშვნების მომზადების პროცესში, იმიტომ რომ მთელი რიგი საკითხები სწორედ მათი ინტერესების გატარებას ემსახურება, რაც ამ შენიშვნებში მე წავიკითხე. დღევანდელ სხდომას მთავრობის ადმინისტრაციიდან არავინ ესწრებოდა, მაგრამ სკიტიშვილის ბრალდებებისთვის პასუხისგაცემას მთავრობის სახელით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე შეეცადა. ის პრინციპული თემები, რაც არის რეკლამის აკრძალვა, რაც არის თამბაქოსგან, ბოლისგან თავისუფალი გარემო შენობებში, ოფისებში და ესენი უკვე რეალურად აღარ შეიცვლება. ალეკ კოცკიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია თამბაქოს ინდუსტრიასთან გარიგებაში იმ შენიშვნების გამო დაადანაშაულა, რომელიც ხელისუფლებამ პარლამენტს კანონპროექტთან დაკავშირებით გადაუგზავნა. კერძოდ მთავრობის შენიშვნებში წერია, რომ კანონპროექტი დიდწილად ბუნდოვანია. საჭიროა მისი ამოქმედების ვადების უფრო მეტად გადაწევა და რაც მთავარია, ამ რეგულაციების შემუშავებაში თავად ინდუსტრიის წარმომადგენლების ჩართვა. თუმცა ამ საკითხში საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენსა და საერთაშორისო ექსპერტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. თამბაქოს ინდუსტრიის და მასთან დაკავშირებული პირების მონაწილეობის დაუშვებლობა ონის განხილვებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ესეც არის წარმოუდგენელი. ეხლა როგორ შეიძლება ადამიანი პირს უწესებდა რეგულაციებს, პირს უდგენდა რეგულაციებს და იგი არ მონაწილეებდეს ამ რეგულაციების დადგენის განხილვის პროცესში. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტზე მუშაობაში თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლის ჩართვა ეს ნიშნავს მელიებს დაავალო ჩვენი წიწილების დაცვა. ეს კანონპროექტი არ გულისხმობს მოწევის სრულ აკრძალვას. მისი მიზანია მომავალი თაობის დაცვა. თუ მთავრობის ნებისმიერი წევრი ეწინააღმდეგება ამ კანონის პუნქტებს, ის ეწინააღმდეგება ჩვენს ბავშვებს და ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ, ანუ ჯანმრთელობის უფლებას. ევროპაში მსგავსი კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენ ბევრ განვნახეთ მისი მხარდაჭერა არა მარტო არამწეველების, არამედ მწეველების მხრიდანაც. საპარლამენტო ოპოზიცია კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მთავარი მიღებული რეგულაციების ეფექტური აღსრულებაა, რაც აქამდე მათი შეფასებით პრობლემა იყო. ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ იქნება რეალიზებადი და ვერ მოხდება მისი ადმინისტრირება, უბრალოდ დარჩება ერთი კაღალდზე და მეორე შეიძლება გააჩინოს სხვა ხიფათი, იგივე კორუფციის სახით ან სხვა გარიგებების სახით. ეს უნივერსალური პრინციპია.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით რამდენიმე დღის წინ უკვე დამტკიცდა. ამჯერად კი მეორე მოსმენის წინა საკომიტეტო განხილვების პერიოდშია. კანონპროექტი მეორე მოსმენაზე სავარაუდოდ მაისის თვეში გავა. პარლამენტს კიდევ ერთი ცვლილების განხილვა მოუწევს. საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმების წესი იცვლება. საუბარია იმ მიწის ნაკვეთებსა და საცხოვრებელ ფართებზე, რომლებიც სახელმწიფო პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილ ტერიტორიებზე მდებარეობს. მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებებით ფართოვდება იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც ექსპროპრიაციის წესი გავრცელდება. ამავე ინიციატივის მიხედვით მცირდება ვადა, რაც ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების დასაცლელად არის საჭირო. არგუმენტად გაჭიანურებული ვადები და შესაბამისად გაჭიანურებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების სახელდება. ერთ-ერთი ასეთი დავა ხელვაჩაურში უკვე წლებია მიმდინარეობს. ხელვაჩაურის დასახლებაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზმა უნდა გაიაროს, თუმცა იქ სადაც პროექტის თანახმად ბოძების დამონტაჟება იგეგმება 40-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დგას. ამის გამო მშენებლობა 4 წელია ჭიანურდება. ადგილობრივები გასახლებაზე უარს არ ამბობენ, თუმცა სახელმწიფო ელექტროსისტემასთან კომპენსაციის ოდენობაზე ვერ თანხმდებიან. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათი მიწა შეთავაზებულ თანხაზე 5-ჯერ უფრო ძვირი ღირს. რაც მე ენერგი მაქვს, რა კვადრატობა, რა მე არ მინდა დვარეცი სახლი. რაც მაქვს, ისეთი იყვნენ მოსულები, ჩვენო ვერ შევთანხმდებითო წედი სასამართლოში მიჩივლეო. 4 წლიანი კამათი შესაძლოა იძულებით გასახლებით დასრულდეს. მოსახლეობის კუთვნილი ქონება კი ექსპროპრიაციას დაექვემდებაროს, რაც კანონის ენაზე განიმარტება როგორც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების სრული ან ნაწილობრივი ჩამორთმევა წინასწარი სრული და სამართლიანი კომპენსაციის ანაზღაურების პირობით. ამ პირობით აქამდე სახელმწიფოს უფლება ჰქონდა ამოეღო ქონება მილსადენების, რკინიგზის, გაზის და წყალმომარაგების სისტემების გაყვანის მიზნით. მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით კი ნუსხას საავტომობილო გზები, აეროპორტები, აეროდრომები და ელექტროგადამცემი ხაზები ემატება. ოჯახები კი, რომელთა უძრავი ქონებაც ასეთი ობიექტების მშენებლობის ველში მოხვდება, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად ვალდებულნი იქნებიან მიწის ნაკვეთი 14, ხოლო სახლები 30 კალენდარულ დღეში დაცალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პოლიცია გამოასახლებს. ეროვნულ ბიუროს ისედაც ეხმარებით ხოლმე, როდესაც რთული გამოსახლებაა, პოლიცია მას ისედაც ეხმარება დღესაც, ამიტომ რაიმე ახალი ამ ნაწილში არ ხდება. მთავრობის ინიციატივის თანახმად გამოდის, რომ რამდენიმე წლის წინ ჩამორთმეული საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია სამართალდამცველებს ნაწილობრივ უბრუნდებათ, ოღონდ არა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. გამოსახლების ვადისათულა მას შემდეგ დაიწყება, რაც რაიონული ან საქალაქო სასამართლო დაადგენს, რომ კონკრეტულ ტერიტორიას სახელმწიფო ნამდვილად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ათავისუფლებს. კანონი იქნება მიღებული იმგვარად, რომ ყველა მონაწილე მხარე არ დარჩეს ნაკლული და ყველამ დაიცვას თავისი უფლება. როდესაც სახელმწიფო არის დაინტერესებული, თავისთვის აკეთებენ იმას, რომ საპოლიციო გამოსახლების უფლება აღადგინონ. ამის უფლება ჩვეულებრივი მესაკუთრეს არ აქვს. აშკარა სახელმწიფოს ცდილობა, რომ გაიმარტივოს საქმე, რაც შეეხება გამოსახლებას მოქალაქეების. თუმცა იმას, რომ გამოსახლების ვადების შემჭიდროვებით სახელმწიფოს საქმე უმარტივდება, არც კანონპროექტის ინიციატორები უარყოფენ. განმარტებით ბარათში წერია, რომ მოსახლეობასთან დაუსრულებელი დავები ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ განხორციელებას ხელს უშლის. ის, რომ სახელმწიფო საჭიროებისთვის კომპენსაციის სანაცვლოდ ქონების ჩამორთმევა დასაშვებია, კონსტიტუციაში წერია. თუმცა შესაძლო ცვლილებების შემდეგ იქნება თუ არა კანონი ყველასთვის თანაბარი და რამდენად საკმარისია ვადა, რომელსაც სახელმწიფო ახალი ინიციატივის თანახმად მესაკუთრეებს გამოსახლებისთვის აძლევს, კამათი მომდევნო კვირიდან პარლამენტში გაგრძელდება. უსაფრთხო შრომითი პირობების შესაქმნელად მთავრობა ბიზნეს სექტორს ახალ მოთხოვნას უწევს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით დამსაქმებელი კომპანია ვალდებული იქნება, რომ უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების გასაკონტროლებლად შრომის უსაფრთხოების მენეჯერი დაიქირაოს. მიზეზი ბოლო დროის საგანგაშო სტატისტიკა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გახშირებული შემთხვევებია. უსაფრთხოების ნორმების მკაცრ კონტროლს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს. ყოველთვე რო გეჯდეს თანამშრომელი უბრალოდ ტყუილი ხარჯია. შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ამ ახალ ვაკანსიაზე ბიზნეს დამატებითი თანამშრომლების აყვანა მოუწევს. კანონპროექტის თანახმად, თუ კომპანიას 10-მდე დასაქმებული ყავს, შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქციებს თავად დამსაქმებელი შეითავსებს. 10 დასაქმებულზე მინიმუმ 1 მენეჯერი მოდის, 100-ზე ზევით კი რამდენიმე. უსაფრთხოების მენეჯერმა კომპანიაში უნდა უზრუნველყოს ისეთი სტანდარტების დანერგვა, როგორებიცაა შრომითი ჰიგიენა, დანადგარების ტექნიკური გამართულობა, ჯანმრთელობის და
დაცვა და სხვა. არიან ბიზნესები, რომლებსაც საერთოდ ერთხელ შემოწმა დაუშვათ არის კონდიციონერი, არის დაუშვათ გათბობა და მეტი ეხა იმას აღარ ჭირდება უსე ყოველთვე რომ გეჯდეს თანამშრომელი, შეიძლება იმან არც იაროს სამსახურში, არც მოვიდეს და მაინც რაღაც ხელფასი მიიღოს. ჩვენ თავაზობთ უფრო მოქნილ, უფრო ეფექტურ მექანიზმს, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი იყოს, როგორც ბიუჯეტისთვის, ასევე არ იყოს არც გამაღიზიანებელი და არც თქვათ სირთულე წარმოქმნელი ბიზნესისთვის. მე ვგულისხმობ მაგალითად აუთსორსინგული ასე თქვათ მომსახურებას. ასეთი კერძო სუბიექტები უნდა იყვნენ სრული პასუხისმგებელი იმისა, რასაც გააკეთებენ სხვა კომპანიაში ხელშეკრულების საფუძველზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კანონპროექტის მიხედვით არ არის აუცილებელი რომ კომპანიის მფლობელმა ამ თანამდებობისთვის დამატებითი შტატი შექმნას. კანონპროექტი ბიზნეს უტოვებს შესაძლებლობას რომ დაიქირავოს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეისწავლის რამდენად არის დაცული კომპანიაში უსაფრთხოების ზომები და გასცეს რეკომენდაცია დასაქმებულისთვის. ამ ორგანიზაციის საქმიანობისთვის ლიცენზიას სამინისტრო გასცემს, რომელიც შესაბამისი კადრების გადამზადებას უზრუნველყოფს. ჩვენ თავაზობთ უკვე იმ დირექტივების შესახებ ინფორმაციას, კონკრეტულად იმ სტანდარტების შესახებ, რომელიც იგეგმება ასოცირების მიხედვით ქვეყანაში და ეს არის კარგი შესაძლებლობა პირველ რიგში პრევენციისთვის და მეორე ის რომ დამსაქმებელი უფრო მომზადებული შეხვდეს უკვე ძალაში შესულ კანონმდებლობას. გაერთიანებული პროფკავშირებისთვის შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მენეჯერის ცნების დანერგვა მისაღებია. პროფკავშირების იურისტის თქმით, მარტო 2016 წელს სამუშაოს შესრულებისას 58 ადამიანი გარდაიცვალა, 84 კი დაშავდა. ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს, ეს ერთი საერთაშორისო ვალდებულება და მეორე მხრივ ის მზარდი სტატისტიკა სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებულთა ტრავმატიზმის მოწმობს იმაზე, რომ ეს საკითხი არის რეალურად ის საკითხი, რომელიც ძალიან მყისიერად უნდა გადაიჭრას. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში წლის ბოლომდე უნდა შევიდეს. ახალი სტანდარტები ეტაპობრივად ამოქმედება და თავდაპირველად იმ საწარმოებს შეეხება, სადაც ჯანმრთელობის დაზიანების ყველაზე დიდი რისკი არსებობს. სიურპრიზი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტისთვის პრემიერ-მინისტრმა ნაადრევი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. გადაწყვეტილებას ტერეზა მეი მოსალოდნელი არასტაბილური ვითარებით ხსნის. განმარტებები გაუგებარია დეპუტატების დიდი ნაწილისთვის, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. ხვალ გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა დეპუტატთა 2/3 ტერეზა მეის ინიციატივას მხარს. ბრიტანელები ახალი არჩევანის წინაშე ბრექსიტიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ დადგნენ. 8 ივნისს ახალ პარლამენტს რიგგარეშე არჩევნების გზით დააკომპლექტებენ. ხალხი ერთად დგას, უესტმინსტერი კი არა. ასე ჟღერს პრემიერ ტერეზა მეის არგუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების აუცილებლობაზე. მას არ დაუმალავს, რომ განხეთქილების მთავარი მიზეზი პოსტ-ბრექსიტული სირთულეებია, რომელშიც მეიმ მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს თამაშის წესები დაუწუნა. ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები საკუთარ თამაშს თამაშობენ. ეს რისკის ქვეშ აყენებს ბრექსიტის წარმატებით მიღებას. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება საყოველთაო არჩევნები. გადაწყვეტილებაში ეროვნულ ინტერესებს ვერ ხედავს მეის შოტლანდიელი კოლეგა ნიკოლა სტარჯონი ბრექსიტის ღია მოწინააღმდეგე რეფერენდუმამდე და რეფერენდუმის შემდეგ, რომელმაც დაჩქარებულ გადაწყვეტილებაში ვიწრო პარტიული ინტერესები დაინახა და აღნიშნა, რომ შოტლანდია არც ახლა აპირებს დანებებას. სტარჯონის მსგავსად ლონდონში უკვე ალაპარაკდნენ იმის თაობაზე, რომ პრემიერი მანდატის ზრდისთვის ემზადება. ნათელია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება მორგებულია არა ეროვნულ, არამედ პარტიის ვიწრო ინტერესებზე. ახლა ის დროა შოტლანდიამაც ამოიღოს ხმა. ოფიციალური ლონდონი ბოლო წუთამდე გამორიცხავდა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. მეი მთავრობაში მოსვლის შემდეგ ამის პირობას კი დადო, თუმცა სწორედ ის წარადგენს ხვალ უესტმინსტერში ინიციატივას არჩევნების დაჩქარებული წესის ჩატარების შესახებ, რომლის მხარდასაჭერადაც დეპუტატთა 2/3-ია საჭირო. უკვე ცნობილია, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა მას მხარს დაუჭერს. ლეიბორისტები ინიციატივას მებრძოლი განწყობით შეხვდნენ. არჩევნებს ახალ შესაძლებლობად მიიჩნევენ ლიბერალ-დემოკრატები და კონსერვატორებიც. მივესალმები შესაძლებლობას, რომ დავდგეთ ხელისუფლების წინააღმდეგ, იმ ჩაფლავებული ეკონომიკის დღის წესრიგის წინააღმდეგ, რის წინაშეც ვდგავართ. ჩვენ დავაყენებთ საკითხს, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. ესაა შესანიშნავი შესაძლებლობა ბრიტანელი ხალხისთვის, რომ შეცვალოს ქვეყნის მიმართულება, რომ კენჭი უყარონ ცვლილებებს. ესაა დიდი სიურპრიზი. მიკვირს, როგორ შეინარჩუნა ტერეზა მეიმ ამდენი ხნის განმავლობაში კონფიდენციალურობა. რა თქმა უნდა, თუ ის მოიგებს, ეს იქნება სარგებელი და მისი პირადი გამარჯვება, თუმცა ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, ესაა ეროვნული ინტერესებით ნაკარნახი. საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ბრიტანეთში 2020 წელს უნდა გამართულიყო. სწორედ ამიტომ ტერეზა მეის გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა როგორც ბრიტანელებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ახალი ინიციატივით მეის უესტმინსტერში უკვე ხვალ ელოდებიან.
ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. საქართველოს სახალხო არტისტი ტელევიზიაში დაარსების დღიდან მუშაობდა. იყო საინფორმაციო პროგრამა მოამბის, ასევე სხვადასხვა შემეცნებითი მხატვრული და საბავშვო გადაცემის წამყვანი. 2014 წლის 30 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბადების დღეს მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან პირველი ქართული ტელევიზიის პირველი თაობის ერთ-ერთ ლეგენდარულ წამყვანს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს. გამარჯობა. ალბათონი ჟანეტა იყო იმ თაობის საუკეთესო წარმოდგენილი და ალბათ ქართული ტელევიზიის 60 წლიანი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება. შესანიშნავი დიქტორი. გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი პროფესიონალი თავისი საქმის, კეთილშობილესი, უტკბილესი ადამიანი. მე როგორც ახალ მოსულს ტელევიზიაში ისე შემეგება თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. იყო დიდი პროფესიონალი. ძალიან ერთგული საქმისადმი, შვილებისადმი, ოჯახისადმი. იგი ვალმოხდილი წავიდა როგორც შვილების, ასევე ხალხის და სამშობლოს წინაშე. იშხანის შემდეგ პარხალი უკვე მეორედ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე დაიწყო. ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სოციალური ქსელით შეიტყო. შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულება, რომელიც მეზობელ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, უკვე წლებია ხელმოუწერელია. 4 მხრიდან ხარაჩოში ჩასმული და მწვანე ფარდით დაფარული ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი პარხალის მონასტერია. იშხნის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი ქართული და თურქული მხარის შეთანხმების გარეშე მხოლოდ მეზობელი ქვეყნის მიერ შედგენილი პროექტით ხორციელდება. ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას ისტორიკოსი ბუბა კუდავა ავრცელებს, რომელიც ართვინის პროვინციაში იუსუფელის რაიონში ძეგლის მოსანახულებლად უკვე მეორე იმყოფებოდა. ხარაჩოებში შიგნითაც ჩასმული მთლიანად ტაძარი დაგეგმილი არის შელესილობის ჩამოხსნა, ეს არის გვიანდელი შელესილობა და ნაწილი მწვანედ იყო შეღებილი, ნაწილი თეთრად. პარხლის ტაძარი ისევე როგორც იმავე რაიონში მდებარე 4-თა ეკლესია ზომით ყველაზე დიდი ბაზილიკაა ქართული არქიტექტურის ისტორიაში. ის მეჩეთად იყო გადაკეთებული და ამის გამო სხვა ქართულ ძეგლებთან შედარებით კარგადაა შემონახული. ერთ-ერთი პირველი სამუშაო, რაც პარხალში ჩატარდა, ჩრდილოეთ მხარეს მიწის ფენის მოხსნას უკავშირდება. იატაკის ხელოვნური 1 მეტრის სიმაღლის ნაყარი ფენა მოიხსნა ინტერიერშიც, სადაც ასევე ხარაჩოებია აღმართული. მიმდინარეობს ფასადის რესტავრაციაც, სადაც აქამდე უცნობი რელიეფი გამოვლინდა. რამდენადაც ვიცით, მოიხსნა იატაკის ხელოვნური ფენა, რომელიც მე-20 საუკუნეში იქნა შეტანილი ტაძარში, ეს იყო მიწისა და ქვის ფენა. ეს როგორც ჩანს აამაღლეს იატაკი, იმიტომ რომ გაესწორებინათ კარის ხურბლისთვის და აი ამ დადაბლების შედეგად გამოჩნდა არაჩვეულებრივად შემონახული საკურთხეველი. პარხლის მონასტრის რესტავრაციის პროცესი გასული წლის ზაფხულში დაიწყო. კლიმატური პირობებისა და მძიმე ზამთრის გამო სამუშაოები გაზაფხულამდე შეჩერდა და წელს აპრილში კვლავ განახლდა. ქართული მხარე დაგეგმილი პროცესების შესახებ მაშინ ინფორმაციას არ ფლობდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის პროცესები სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების შემდეგ გახდა ცნობილი. ეს ინფორმაცია სამწუხაროდ ჩვენ მე გავიგე სოციალური ქსელებიდან, მიმდინარეობს უკვე გადამოწმება, ჩვენი სააგენტო სამინისტრო მუშაობთ ერთად, რომ დეტალურად გავიგოთ და უფრო დავაჩქაროთ აი მოლაპარაკებების თავარი პროცესი. პარხალი უკვე მეორე ქართული ძეგლია, რომლის სარესტავრაციო სამუშაოებშიც ქართული მხარე არ არის ჩართული. როგორც იშხნის შემთხვევაში ამის მიზეზი საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობა. წლების განმავლობაში რამდენჯერმე ჩაშლილი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გასული წლის ზაფხულში გაიმართა. კულტურის მინისტრი თურქ კოლეგასთან ანკარაში ოშკის კონსერვაცია რეაბილიტაციის პროექტის დაწყებასა და ხელშეკრულების პრინციპებზე შეთანხმდა, თუმცა პროცესი არ დასრულებულა. პროცედურა ბუნებრივად, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ ორი სამინისტროს მხოლოდ შეთანხმება და ჩვენი საბოლოო შენიშვნები და რეკომენდაციებით ეს ხელშეკრულება უკვე გადაგზავნილია თურქეთის მხარეს და ველოდებით მათგან უკვე საბოლოო პასუხს. პარხლის ბაზილიკის რესტავრაციის დასრულება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი. დღემდე გაურკვეველია მოახერხებენ თუ არა ოფიციალურად ქართველი სპეციალისტები მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებას და რესტავრაციის დროს გამოვლენილი სიახლეების შესწავლას.
მომავალ 20 საათზე ამით დასრულებულია ხვალავდა გემშვიდობებით.